დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების, მათი ჯანმრთელობის და გავრცელებული დაავადებების შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. დერმატოფილოზი არის კანის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია Dermatophilus congolensis-ით. ეს ბაქტერია არის გრამდადებითი, ფაკულტატური, ანაერობი და გვხვდება ნიადაგში, განსაკუთრებით ტენიან გარემოში. დაავადება ხასიათდება კანზე ქერცლიანი, ქერქიანი დაზიანებების წარმოქმნით. დერმატოფილოზი შეიძლება დაემართოს სხვადასხვა სახეობის ცხოველს, მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხშირად გვხვდება ზურგზე, კისერზე და დორსალურ ზედაპირზე. ცხვარი დათხა, დაზიანებები ჩნდება ზურგზე, თავზე და ფეხებზე. ცხენები, ძირითადად ზიანდება ზურგი, კრუპი, თავი და ფეხები. ძაღლები და კატები, დაავადება ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს კანის დაზიანებების სახით. სხვა სახეობის ცხოველები, დერმატოფილოზი იშვიათად შეიძლება დაემართოს ირმებს, აქლემებს, ყურდღლებს და სხვა ცხოველებს. დერმატოფილოზის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და დაზიანების ადგილმდებარეობაზე. ზოგადი სიმპტომები მოიცავს კანის დაზიანებები, დაავადება იწყება პატარა, მრგვალი, ამობურცული დაზიანებებით, რომლებიც სწრაფად ვითარდება და წარმოქმნიან სქელ, ქერქოვან ან ქერცლიან ზედაპირს. ქერცლი, დაზიანებების ზედაპირი მშრალი და ქერცლიანია. ქერქი, დაზიანებები შეიძლება დაფარული იყოს სქელი, გამომშრალი ქერქით, რომლის ქვეშაც ხშირად ჩანს სველი, ჩირქოვანი ზედაპირი. თმის ცვენა, დაზიანებული ადგილებიდან ხშირად ცვივა თმა ან ბეწვი. ტკივილი და ქავილი, დაზიანებულ ადგილებში შესაძლებელია ტკივილი და ქავილი. ინფექციის გავრცელება, დაზიანებები შეიძლება გავრცელდეს კანის სხვა უბნებზე, თუ მკურნალობა არ ჩატარდა დროულად. ზოგადი სისუსტე, მძიმე შემთხვევებში ცხოველს შეიძლება განუვითარდეს ზოგადი სისუსტე, სიცხე და მადა დაქვეითდეს. დერმატოფილოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, ისტორიას და ლაბორატორიულ კვლევებს. კლინიკური გამოკვლევა, ვეტერინარი აფასებს კანის დაზიანებებს და აკვირდება სიმპტომებს. კანის ნიმუშის აღება, კანის ნიმუშის აღება ხდება დაზიანებული ადგილიდან, რათა შემდგომი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდეს. მიკროსკოპული გამოკვლევა, კანის ნიმუშს ათავსებენ მიკროსკოპის ქვეშ, სადაც ხედავენ დამახასიათებელ ფორმებს. ბაქტერიოლოგიური კულტურა, ნიმუშს ათავსებენ კულტურულ გარემოზე, სადაც ბაქტერია იზრდება და მისი იდენტიფიცირება ხდება. PCR ტესტი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი გამოიყენება ბაქტერიის დმის დასადგენად, რაც უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და სწრაფ დიაგნოზს. დერმატოფილოზის მკურნალობა მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე სისტემურ თერაპიას, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და გავრცელებაზე. ადგილობრივი მკურნალობა. დაზიანებული ადგილების გაწმენდა, პირველ რიგში საჭიროა კანის დაზიანებული უბნების გასუფთავება ქერცლებისა და ქერქებისგან, თბილი წყლით და ანტისეპტიკური ხსნარით, მაგ, პოვიდონიოდი ან ქლორჰექსიდინი. ანტისეპტიკური საშუალებები, დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ანტისეპტიკური მალამოები ან ხსნარები, რომლებიც შეიცავს იოდს, ქლორჰექსიდინს ან სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებს. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, იმ შემთხვევაში, თუ თანდართულია სოკოვანი ინფექცია, შეიძლება გამოყენებული იქნას სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა მიკონაზოლი ან კეტოკონაზოლი. სისტემური მკურნალობა. ანტიბიოტიკები, მძიმე შემთხვევებში საჭიროა სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება. ეფექტური ანტიბიოტიკებია პენიცილინი, ამოქსიცილინი, ტეტრაციკლინები, დოქსიციკლინი ან ოქსიტეტრაციკლინი, ცეფალოსპორინები, ცეფტრიაქსონი ან ცეფაპირინი, ამინოგლიკოზიდები, გენტამიცინი ან ამიკაცინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფლუნიქსიმეგლუმინი ან მელოქსიკამი. იმუნომოდულატორები, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნომოდულატორები, როგორიცაა ინტერფერონი. დამხმარე თერაპია. კარგი კვება, უზრუნველყავით ცხოველის დაბალანსებული და სრულყოფილი კვება. სათანადო მოვლა, შეინახეთ ცხოველი სუფთა და მშრალ გარემოში, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. ანტისეპტიკური ხსნარები. პოვიდონიოდი. ქლორჰექსიდინი. წყალბადის სეჟანგი. ანტისეპტიკური მალამოები. ბაციტრაცინი. მუპიროცინი. ვერცხლის სულფადიაზინი.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი. ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენებისთვის. ამოქსიცილინი, დოქსიციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, ცეფტრიაქსონი, ცეფაპირინი, გენტამიცინი, ამიკაცინი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ფლუნიქსიმეგლუმინი, მელოქსიკამი, იმუნომოდულატორები, ინტერფერონი. ბადმყოფი ცხოველები დროებით მოათავსეთ კარანტინში, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. ჰიგიენა, შეინახეთ სათავსოები სუფთა და მშრალ მდგომარეობაში. კონტროლი ტენიანობაზე, თავიდან აიცილეთ ტენიანობის დაგროვება სათავსოებში. რეგულარული შემოწმება, რეგულარულად შეამოწმეთ ცხოველების კანი დაზიანებების გამოსავლენად. ვაქცინაცია, არსებობს ვაქცინები დერმატოფილოზის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკისთვის. კვების მართვა, უზრუნველყავი ცხოველების ადეკვატური კვება და ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები. სტრესის შემცირება, შეამცირეთ სტრესი ცხოველებში, რადგან სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის დაავადებისადმი მგრძნობელობას. რეგულარული მონიტორინგი და ვაქცინაციის პროგრამების გამოყენება. მნიშვნელოვანია დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ ვეტერინარს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. დროულმა და სწორმ მკურნალობამ შეიძლება თავიდან აიცილოს დაავადების გართულებები და გავრცელება. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.